ვიდრე სერიოზულ თემებს განვიხილავდე ახლა ჩემს საღამოს ვიდეობლოგში, მანამდე ორი ამბავი უნდა გიამბოთ, ერთზე, პირველზე, ყურადღება გამამახვილებინა, ყურადღება მიმაქცევინა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელთანაც აი საათი კი არ მიგეთია, მაგრამ ნახევარი საათის წინ დავასრულე შეხვედრა. ძალიან საინტერესო ამბავია, სახალისო ამბავია, მეორეზე მეც მქონდა ყურადღება მიქცეული. და ეს განვიხილეთ, იმ ჩემ მეგობართან დავასრულე შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის წინ სახლში დაბრუნებული შევძვერი სოციალურ ქსელ Facebook-ში ქართული ოცნების გვერდზე და დავათვალიერე ფოტო 68-69 ფოტოა გამოქვეყნებული 69 ფოტოა 17 მაისი ოჯახის სიზმრისა და მშობლების პატივისცემის დღე ასე რქვია ამ ჭყალებში დღესასწაულს და ისიც თქვენ რომ უამრავი მართლა ბევრი მოქალაქე იყო გასული ქუჩებში, ხო, საველის გამზირზე და არა, მხოლოდ მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები ბანდა ქართული ოცნების. ხო და ამ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ შენ ფოტოები ნანახი გაქვს და მე ვთქვი არა მეთქიმ რომ როგორც წესი არ დახულობ ხოლმე თუ რამ საგანგებო არ მოხდა და არ მაინტერესებს კობახიძე ბანდიტის რომელიმე განცხადება კონკრეტულად რა თქვა იაგლი კობახიძე მან პაპუაშვილმა მიშლობა აქვს დიდარაძემ ხო არ ვაქცევ ხოლმე გამოწერილი მე არა მაქვს და ესე არ შევძრები ხოლმე ქართული ოცნების სოციმედიის გვერდში და ახლა კი შევძვერი და მივაქცია ყურადღება რომ ჩემი მეგობარი მართალია ნახეთ ფოტოები საინტერესო ფოტოები ირაკლი კობახიძე პირველი კადრი მეორე კადრი ცოტნე ივანიშვილი მას საკუთარი ოჯახი არ ახავს ხალხი ცავსე რუსთაველის გამზირი კობახიძე პაპუაშვილი და ჩანს კობახიძე პაპუაშვილი და კალაძე ისევ კალაძე შვილებთან ერთად დინარაძე თორცი მეუღლესთან ერთად და შვილებთან ერთად ეს კარგია პრეზიდენტად რომ მუშაობს მიხეილ ყაველაშვილი ჭმუნვარის სახით კობახიძესთან ერთად ისევ კალაძე და კობახიძე და სვისევრებთან ერთად კობახიძე მოსაყდრეშიოსთან ერთად და ისევ ხალხში ასაკვირველია ჩანან თურმე ოდიში ის საინტერესო კადრია კობახიძე, კალაძე და პაპუაშვილი და ასე შემდეგ 68-ვე კადრზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ მოქალაქეები, რიგითი მოქალაქეები და აგრეთვე საჯარო პირები, მათ შორის ის გვარი არ ვიცი, დეპუტატი როა, ეხიან ცხვირიანი, შხალი ბიჭი მედიასრო ერჩის, ის და ასევე მედიასრო ერჩის გამოცდილი თვალებმოჯუდული გია ვოლსკიც არიან კადრებში, ქალბატონი გრეტაც იწავა სხვაებიც ნახოთ ხო თუ უნებავთ რა ვიცი აი პაპუაშვილი სოლშვილთან ერთად ისე პაპუაშვილი ჩოხა ხალხში გამოწყობილი ბექა ოდიშარია მარტო კაცი მარტოა ყოველ შემთხვევაში სხვები მართლა ყველაფერს ეხლა ყველაზე ვერ ვისაუბრებ, ყველა კადრზე ვერ ვისაუბრებ. ხო და ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ მიაქციე უყურადღებაო რომ უმრავლესობას აი პოლიტიკური ლიდერებიდან მეუღლეები სულაც არ ახლავს. გვერდით არ არიან. მე ხო კარგად მესმის ეს არის სუსტად რო ჩავიკითხოთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. მშობლები შეიძლება არ ახლავს, მაგრამ ერთი ორს ყავს, ერთი ორსაც და მეცსაც რა თქმა უნდა, ერთმა დიდხანს ოცხოვს გაზია ლაპარაკი, მაგრამ არც მშობლებთან ერთად არ არის. მაგალითად, კობახიძე, ამდენადაც ვიცი მას რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს ოჯახში და ჩემი განსახილველი არ არის, ეხლა მათი საქმეა ცხადია, მაგრამ შვილებთან ერთად იყო, ოდიში, ჩავხედავ. არა, კალაძე იყო შვილებთან ერთად და კობახიძე შვილებთან ერთადაც არ იყო. ხო? ბატონი კახაკალაძე რაღა ვახსენე. მეუღლე რატომ არ იყო? მე მესმის რომ შესაძლოა ან კი სხვაეთში იმყოფება ამ დროს რაღაც ეგრეთ წოდებული პაკაზი ან დეფილე ან რაღაცა წარმოდგენა გამოფენა აქვს მაგრამ თუ სწორი სიტყვა მაგრამ რამდენადაც ვიცი თბილისშია და რატომ არ ახლდა ანუ კი ბატონ კახაკალაძეს ოჯახის სიწმინდის დღეზე საყოველთაოდაა დღესასწაული როა ბჭყალებში არ მესმის მეთქი ამას ვიტყვი ხაზგასმით. ეხლა მეორე ამბავი, რომელზეც მეც მქონდა ყურადღება მიქცეული და ეს უკვე აღმათ აღარ ეხებათ. 1864 წელს საქართველოში გადავარდა ბატონყმობა. იცით თქვენ. 1861-ში გადავარდა რუსეთის იმპერიაში. 3 წლის შემდეგ ჩვენთან. შესაბამისად ბატონი და მისი ყმა აღარ არსებობენ. 1864 წლიდან რამდენი წელია გასული? ხო არ გიანგარიშიათ. 1864-დან ვიანგარიშოთ ერთად, ხო?
1900 წლამდე 36, მერე მთელი 136 ჯამში და მერე 25 161 წელიწადი გამოდის. 161 წლის წინ ჩვენთან გადავარდა ბატონყბობა. დღეს ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა, რომელთან დაკავშირებით ეს მამუკა ხაზარაძე უნდა ვახსენო და მე უნდა მოვუწოდო ძლიერი საქართველოს ლიდერს, ასე მეორე ლიდერს ბატონ ჯაფარიძეს, რომ გაანთავისუფლონ არაჩვეულებრივი ადვოკატები სამუშია და გორძაძე. იმიტომ რომ ერთიც და მეორეც ბოდიში ლევანთან და ბოდიში ბატონ ზვიადთან არიან გლეხუჭები. ეხლა რატო უყვები ამ ყველაფერს? ძალიან სასაცილო ამბავია ეს. იდეაში, იმიტომ რომ ეს ხო ადამიანის თვალსაჩინოზე, მსოფლმხედველობაზე ლაპარაკობს. და გაანთავისუფლონ მეთქი ბოდის ვიხდი და დავამთავრო ის ზიანდება, არა მარტო გაანთავისუფლონ, არამედ დანიშნონ ადვოკატად მოიძიონ, როგორმე 1-2 გვეყოლება ერთი მაინც ამგვარის პატრონი. კაცი ვინმე ბაგრატიონი, სულ ერთია მუხრანელი, ბაგრატიონ გრუზინსკი, მუხრანე, არ ვიცი. მოკლედ ბაგრატიონი რომ უნდა იყოს, ეს კი ფაქტია. და რატომ გეტყვით? მოსამართლე ყოფილა გელოვანი გვარად. ამათი უფრო ზუსტი რო იყო ხაზარაძის. და არა, ხო, ხაზარაძის უკაცრავად ვარ შემეშალოს ხაზარაძის. ეს ხაზარაძის მოსამართლე გელოვანსა და ამ გლეხუჭა ლევან სამუშიას შორის შედგა კამათი მსჯელობენ ლევანი რაღაცას ეუბნება, უმტკიცებს, პროკურატურა ჩუმად არის ისლამის ყვირის ეს მოსამართლე გელოვანი და არგუმენტი რომ შემოელია ისიც თქვა მოსამართლე დავადმა გელოვანმა სახელი არ ვიცი რომ ეო გუშინ წინო თუ გუშინო ოჯახის სიწმინდის დღე იყო რომ იცოდეო შენო ეს ერთი მჭრელი არგუმენტი ხო ჰქონდა მაგრამ ამაზე არ გაჩენდა ლევანი შეუტია და შეუტია და უკვე კუთხეში რო იყო მიმწყდეული მოსამართლე პატივი როგორ არ უნდა ვცეთ მოსამართლის მანტიას ხალხმა აბა რა უნდა ვქნათ მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი იმ მოსამართლის მანტიას ან იმ გვარ სასამართლო სისტემას რომელიც ობიექტურია რომელიც სამართლიანია რა რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებიდან არ გადის და ასევე როგორ გითხრათ მაგრამ მათია მოსამართლეთა კორპუსის თვალსაჩინო არის ფართო ცოდნაც ფართოა რასაკვირველია მაგრამ აი ამათი ცოდნა არ იძლევა საფუძველსო ჩვენ მათ პატივი ვცეთ და დასტურად მე გეტყვით რა რას გულისხმობ კი არა რატო ვამბობ ეს ხმა ახლა ამას გელოვანმა მოსამართლემ სამუშიას გასაჩუმებლად თქვა შემდეგი წარმოთქვა შემდეგი წინააღმდება მეო გელოვანი ვარო კადრები არსებობს ნებისმიერ საინფორმაციო ასე მაგალითად ფორმულა საინფორმაციოს ჩახედეთ მეო გელოვანი და ვარო და შენო სამუშია ხარო ხვდებით ეს ხო მურუსიძის არ უკარნახია ეს ხო ჩინჩალაძეს არ უკარნახია ეს ხომ დასტურია რომ მისი სააზროვნო სივრცე ან სააზროვნო კატეგორიები ან სააზროვნო ჩარჩოები აი 1864 წლამდე არსებულ მდგომარეობაშია 64 წლამდეა ეს ტიპი გელოვანი ჩარჩენილი აი ეს ორი ამბავი გიამბეთ კალაძეს ეკითხები რატო არ იყო ქალტუნიანიკი რატომ არ იყო კობახიძეს ვეკითხები მასთან ერთად მისი მეუღლე მან პრობლემებია ოკეი რა ჩემი საქმეა ასევე ვეკითხები მშობლები ზოგს თქვენგანს ხომ მაინც ყავთ ცოცხლები და ჯანმრთელები ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს რასაკვირველია მაგრამ არ ამგონია რომ უკლებლი ყველას მშობელი დაუძლურებულია და ახალგაზრდები არიან ქართულ ოცნებაში განაარა და რომ მოეკიდათ ამ 60-65 წლის მოქალაქეებისთვის მშობლებისთვის ხელი და ოჯახის სიწმინდის დღეზე ერთად რომ გასულიყვნენ დედასთან ერთად რომელიმე დეპუტატი წარმოიდგინეთ და კადრი აღებული ქართული ოცნების ფოტოგრაფების პარტიული ფოტოგრაფების საკმაოდ მაღალი ანაზღაურება რო აქვთ იმ ფოტოგრაფების მიერ დედასთან ერთად მამასთან ერთად აი მამა ხელჯოხით მამის მზერა გამჭოლი არა სივრცეში როგორი ბძენი არავის არ ვაკრინებ ოღონდ მაგრამ ამიხსენით რა ხდება ეხლა კი გადავიდეთ სერიოზულ თემებზე იცით თქვენ რომ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შედგა სატელეფონო საუბარი სხვათა შორის პრეზიდენტმა ტრამპმა ვიდრე სატელეფონო საუბარი შედგებოდა მისი პუტინთან მანამდე ის ელაპარაკა ზელენსკის და ჰკითხა რა აი შენი აზრით რასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ
მე და პუტინმა მე რა უნდა უთხრაო პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს უთხრა რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა არის უმნიშვნელოვანესი და სწორედ ამ ჩარჩოებში თუ იმოძრავებთ პატიცებულო პრეზიდენტო სწორად უკეთესი იქნებაო მაგრამ უკაცრავად ხო ოჯახს ეხება ბოდიში ეხლა ვნახე ეს ისა კომენტარი და ზელენსკი უთხრა რაზეც უნდა ესაუბრათ საუბრა ტრამპს პუტინთან ტრამპი ფრიად კმაყოფილია პუტინთან სატელეფონო საუბრით და ამბობს რომ პუტინი ადეკვატური იყო ხოლო პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს შემდეგს მე ორჯერ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს თუ რუსეთი არ შეაჩერებს მკვლელობებს თუ არ გაანთავისუფლებს ტყვეებს და მძევლებს თუ პუტინი წამოაყენებს არარეალურ პირობებს ეს ნიშნავს რომ რუსეთი აგრძელებს ომის გახანგრძლივება აგრძელებს ომს და იმსახურებს რომ ევროპამ ამერიკამ მთელმა მსოფლიომ ეს შეაფასონ შესაბამისად მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებით ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს რომ პუტინი იყოს წარმოაჩინოს როგორც ადეკვატური პერსონა მაგრამ თავად პუტინი გარდა იმისა რომ პრაქტიკულად არ ლაპარაკობს ცეცხლის შეწყვეტაზე 30 დღით რაც წარმოუდგენელიცაა და შეუძლებელი ჩემი აზრით მაგრამ ამაზე ახლა შორს აგვიყვანს საუბარი თავად პუტინი მუდმივად უსვამს ხაზს კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ორივე მხარე ყოველგვარი ფასილიტატორების ან მესამე მხარის ევროპის იქნება თუ შეერთებული შტატების გარეშე დასხდებიან პირისპირ მოლაპარაკებებზე რაც პრინციპში მოხდა ერთგვარი თვალსაჩინოება არის სტამბულის არ შემდგარი უბრალოდ სუდად შემდგარი მოლაპარაკებები იმ მოლაპარაკებებზე სულ რომ მოხდეს სულ რომ შედგეს ეს მოლაპარაკებები პუტინი და მისი წარმომადგენლები იტყვიან დაახლოებით შემდეგს დიახ საფუძველში რაც არის მათეული წარმოდგენით ძირეული მიზეზები კონფლიქტისა ისი უნდა აღმოიფხვრას და თუ აღმოიფხვრება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტის შეჩერება ან საერთოდ დასრულება თუ არ აღმოიფხვრება ამ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ომს აქედან გამომდინარე ტრამპის ეს ხელოვნური მაინც ესე ვიტყვი ოპტიმიზმი ჩემი მოსაზრებით უსაფუძვლოა უბრალოდ ტრამპს სხვა გზა არ აქვს მეთქი მას მუდმივად აქვს ერთგვარი ვალდებულება საჯაროდ ყოველ შემთხვევაში და ფიქსიროს პოზიცია არასწორი რომ აი კონფლიქტის დაარეგულირება ან ცეცხლის შეწყვეტა სთან ვართ ახლოს ყველანი და აგი ამის ნათელი დასტურია რომ ის პუტინს ესაუბრა და პუტინი ადეკვატური იყო ამავე საუბარში ამას მივაქცია ყოლღება ამ ორი წუთის წინ როცა ცოტა გამეცინა კიდეც ოჯახურ სიწმინდეს ეხება ნაცნობრივ არა ოჯახს ეხება ტრამპს ამბობს პუტინმა მითხრაო ძალიან დიდ პატივს წემ შენცოლსო ანუ მელანიას და მე უპასუხეო ჩემზე რა სიტყვიო უკვე აღარ აგრძელებს პრეზიდენტი ყოშყოში ამ წყაროში არ არის რა უპასუხა პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპს ხო მაღალი ალბათობით უპასუხა რომ თვითონაც ცემს ანუ პუტინის ცემს პატივს ტრამპს აღნიშნა რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სანქციის პაკეტი მზადდება თუმცა თავად ეს შეთანხმებას ემხრობა და არა სანქციებს ტრამპი საკმაოდ ემოციურად საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივაზე ამბავით სწორედ ეს არის რომ ტრამპი მართალია დიახ ბიზნე ივანიშვილი არა ირაკლი კობახიძე როცა ამბობს მართალია ბჭყალებში ცხადია რომ ტრამპი ვერ ამარცხებს deep states გლობალური ომის პარტიას თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საკანონმდებლო ორგანოში ზედა და ქვედა პალატაში არიან გამოცდილი ტამზე გამოცდილი მეთქი ასე ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ ტრამპი აგე მეორედ არის პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა ტრამპზე გამოცდილი ესეთი ჩამჯდარი პოლიტიკოსები რომლებიც შესანიშნავად ხვდებიან რა პროტებასთან გვაქვს საქმე რუსეთის სახით და ამ კანონმდებლელთა ლიდერი სენატში ზედა პალატაში არის ლინცი გრემი და არა მხოლოდ ლინცი გრემი არამედ სხვაებიც არიან ცხადია 80 სენატორის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით რომ
რომ რუსეთს დაუწესდეს სანქციები. აქედან გამომდინარე უხეშად ხსნი, როდესაც ტრამპი დაკიდებდა ყურმილს და მერე დაელაპარაკებოდა ზელენსკის ისევ და მერე უკვე ექნება სატელეფონო საუბრები ჰქონდა კიდეც ევროპელ ლიდერებთან და ასე შემდეგ ის იმ წუთას მოხიბლული პუტინით რომელიღაც ეტაპზე კვლავ განიხიბლება მით უფრო მაშინ, როდესაც თუ შედგება საერთოდ შეხვედრა უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მით უფრო თუ შედგება შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორისაც წარმოუდგენელია ეს რომ ვიცოდეთ, რომ რუსეთი არ დათანხმდება ამ შეხვედრას არას დიდებით, ზელენსკი იმდე ხო არ დავა პრეზიდენტი პუტინი კიდევ ერთხელ განხიბლავენ უფრო ზუსტი რომ ვიყო ტრამპს ეტყვიან რა რომ დიახ ჩვენ ვართ deep state-ი თუ გნებავთ ამ ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ იმ დროს სამარცხვინო ამ ტერმინოლოგიაში არაფერი არ არის ეს არის კლასიკური მართლობა, ინსტიტუციური მართლობა ამა თუ იმ ქვეყნისა ეს შინაარსი უნდა ჩავდოთ ამ სიტყვაში deep state-ი და ეს კლასიკური კონცეპტუალური ინსტიტუციური მართლობა რასაკვირველია რომელიღაც ეტაპზე ტრამპს და მალევე ეტყვის რომ იცით რა არის მოხიბლა პუტინისგან ხო წარმოუდგენელია პუტინი რეალურად FSB-შნიკურ კომბინაციას გვილაგებს და ამის თქმელი შეერთებულ შტატებში თუ ვითკობს არ მივიღებთ ხედველობაში ან თუ გნებავთ მასკიც ვახსენოთ ან სხვები ამის თქმელი არის პრაქტიკულად ყველა ვინც ნელ-ნელა ეპარება ან ნელ-ნელა უბედავს შეერთებული შტატების ამ ექსცენტრიულ პრეზიდენტს რეალობისათვის თვალის გასწორებასთან დაკავშირებით მესიჯების თქმას და ლინციგრემი ერთ-ერთია უშუალოდ ადმინისტრაციაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცხადი ხელისუფლებაში ცხადი ესეთი არის რუბიო და არა მხოლოდ რუბიო ხო ეხლა პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტ ტრამპს უხდის მადლობას და უღალავი ცდილობისათვის რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს მაგრამ აქ ურსულაზე არ არის საუბარი აქ გაცილებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ფინეთის ლიდერის ბატონი სტუბის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ტრამპის მოთმინების ფიალა ივსება ნელ-ნელა და ტრამპი ბრაზდება ნელ-ნელა იმაზე რომ რუსეთს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის დარეგულირება მთლიანად მართალია პრეზიდენტმა სტუბმა ეს განცხადება გააკეთა ვიდრე სატელეფონო საუბრამდე პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის, მაგრამ არ მგონია და ალბათ ასე არც არის, მართლაც ასეა, უფრო ზუსტი რომ ვიყო, რომ ტრამპი უკვე ტელეფონ დაკიდებული ტრამპი დამჯდარი და რო გაანალიზებს და დაელაპარაკებია სენატორები და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები რუბიო ასე მაგალითად და კელოგი ასე მაგალითად არ მგონია რომ ბოლომდე მოხიბლული იყოს. დიახ, ტრამპი ეცდება ახლა რომ თქვას რომ სენატორები ვერ ვაჩერებ. რუბიომ თქვა კიდეც სენატს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთო. სენატორებს ვერ ვაჩერებ და აი ისინი თუ სანქციების პაკეტს მიიღებენ, მე რაღა გაეწყობა და მე იზოლებული ვიქნები, მოვაწერო ხელი სენატის ორივე პალატის მოდი ესე ვიტყვი და პირველ ყოვლისა სენატის ზედა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთისათვის სანქციების დაწესების თაობაზე, ოღონდ მე არაფერ შუაში არა ვარ, მე მართლაც ვცდილობდი რომ მართლაცილობრივ დამერეგულირებინა კონფლიქტიო აქედან გამომდინარე უმალ მიუხედავად იმისა როგორ აფასებ ტრამპის ამ ცოტა კომპრომის კიდევ ერთხელ კომპრომისულ მესიჯებს რუსეთთან და პუტინთან დაკავშირებით მაინც უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები და მაინც უნდა ვთქვათ რომ deep state-ი არ დამარცხდება მისი იმ გაგებით რა გაგებითაც მე ახლა ავხსენი რა არის deep state-ი და არ დამარცხდება ომის რუსეთის დამარცხების პარტია, მოდი არ დავარქმევ მე თქვენის ნებართვით. ომის პარტიას დავარქმევ რუსეთის დამარცხების პარტია, რომელიც არსებობს სოფლიოში და კვლავ მივდივართ იქამდე, რაზეც ხშირად გვისაუბრია მეც და სხვა ბლოგერებსაც და მიმოხილველებსაც. რუსეთის შიგნიდან უნდა შეიცვალოს. ამის პოტენციალი რუსეთს არ ანაკლებად აქვს. და თუ რუსეთი არ იცვლება და ასეთი იმპერიულია, რომლისგანაც ძალიან 3-4 წელიწადში ევროპაზე თავდასხმასაც კი აღმოსავლეთ ევროპა იგულისხმება პირველ ყოვლისა, თუ რუსეთი ასეთი გავეშებულია, რომელსაც უნდა რომ გადაავრცელოს საკუთარი გავლენები ყველაზე მინიმუმ და რეალურად კი შემოიერთოს გავლენები
ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე და რეალურად კი შემოიერთოს ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენი 11 რესპუბლიკა და ბალტიელებსაც კი შეუტევს საჭიროების შემთხვევაში უმალს ჯობს კი არა უმალს სწორი იქნება რომ სოფლიო მიმუშაოს და ადრე თუ გვია სოფლიო აქამდე მივა რუსეთის დეზინტეგრაციულ პროცესებზე ძნელი იქნება რაც საკვირველია ბევრი სახელმწიფოს წარმოქმნა რუსეთის ტერიტორიაზე ამას ექნება ამის შედეგად შეიქმნება უზარმაზარი და ძალიან დიდი რაოდენობით პრობლემები, მაგრამ თუ რუსეთი ვერ სწორდება, რევოლუციური პროცესები ვერ მიმდინარეობს და პუტინს ვერ იშორებენ, ან პუტინის მემკვიდრესაც, რომელიც აუცილებლად იქნება, როცა აუცილებლად მოვა რუსეთის ხელისუფლებაში, როცა იქნება, ხო, ისიც ამგვარად იმპერიული იქნება და მერწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში მომწიფდება აზრი და პოლიტიკა რუსეთის დაშლის თაობაზე, მით უფრო რომ საფუძველი ამის არსებობს რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო ყოველდღიურად, ყოველსაათობრივად არის უარეს და უარეს მდგომარეობაში, ომმა შეჭამა და გამოხრა ისედაც არც თუ ძლიერი სახელმწიფო რუსეთი, ამასობაში სერიოზულ ეკონომიკურ ექსპანსიას აწარმოებს მათ შორის ჩინეთი, ახლა რომ არ ამახვილებენ ყურადღებას საკუთრივ რუსეთში, უშუალოდ რუსეთში ჩინეთის ექსპანსიაზე ეს უკვე არის სერიოზული პრობლემა რუსეთისათვის და ევროპა შეერთებული შტატების ამ ხვალსაესი deep state-ი, ან რუსეთის დამარცხების პარტია, მოდი ასე დავარქვათ, იქნება ადეკვატური დამოუკიდებლად იმისა, როგორი პოლიტიკა ექნება შემუშა, როგორი განწყობები ექნება ტრამპს. საუბრის ტონი იყო შესანიშნავი და რომ არა ასე, ამას ახლა ვიტყოდი და არა მოგვიანებით. ახლა არ ვიტყოდი. რუსეთს სურს მასშტაბური ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, მას შემდეგ რაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება და ამაში ვეთანხმები. რუსეთს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა შექმნას დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები, ოღონდ და ტრამპის სიტყვებია ეს, ოღონდ ეს ყველაფერი შედგება და მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართლიანი მშვიდობა დაისადგურებს. ხოლო სამართლიანი მშვიდობა არის ამგვარი. საზღვრების გადასინჯვა არ ხდება 21 საუკუნეში. საერთაშორისო სამართლის ეს ნორმა ეწინააღმდეგება თითქოს კი არა ნამდვილად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მეორე ნორმას ერთად თვითგამორკვევის თაობაზე, მაგრამ ამ კონკრეტულ კონფლიქტში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, ეს დილემა არ დგას დღის წესრიგში, პირიქით საერთაშორისო სამართლის ის ნორმა მუშაობს სწორედაც რომლის მიხედვითაც ერთი სუვერენული სახელმწიფო რუსეთი მეორე სუვერენულ სახელმწიფოს არ უნდა დასხმოდა თავს, ანუ ძალით არ უნდა მიერთებინა ომით და სისხლისღვრით, არ უნდა მიერთებინა 1 2 3 4 5 ტერიტორია დღევანდელი მდგომარეობით, არ უნდა შეეყვანა, შეეთრია ეს რეგიონები დამოუკიდებლად იმისა, იმ რეგიონებში რა პრობლემები იყო, მაგალითად ეროვნული უმცირესობების რუსების უფლებათა დარღვევის კუთხითაც არც ყოფილა მეთქი ასე ვიტყვი, უბრალოდ უკრაინა ატარებდა საკუთარ ნაციონალურ უпростоრად პოლიტიკას და სწორსაც და მართებულსაც შესაძლოა მართებულადაც იქცეოდა, იმიტომ რომ ეს იყო ნაღმები ან კლავები რუსული უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. საერთაშორისო სამართლის ეს ნორმა დაარღვიარა რუსეთმა, ანუ გადასინჯა ხელოვნურად საზღვრები, მან ერთგვარად გახსნა პანდორას ყუთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეთქი ასე ვიტყვი, ეს პანდორას ყუთი ნაწილობრივ გახსნილი იყო. ეს უნდა ვთქვათ, მაგრამ საერთოდ მოაღებინა პირი პანდორას ყუთს რუსეთმა ამ პოლიტიკით. და სამართლიანი და სამართლებრივი იქნება, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს თავის პირვანდელ 91 წლის სტატუს კვოს, როდესაც ამუშავდა 90-იან წლებში ამუშავდა საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმა საბჭოთა კავშირის სტანდარტებაში, თუმცა ერთა თვითგამორკვევას ჰქონდა უფრო მეტი უპირატესი იყო ვიდრე საზღვრების ურღვეობა, ამიტომაც მათ შორის დაინგრა საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ საქართველოს, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, მოლდოვა და ასე შემდეგ გავიდნენ საბჭოთა იმპერიიდან. დიახ, იმპერია როცა არსებობს, ამ შემთხვევაში კიდევ შეიძლება მის დარღვევაზე ლაპარაკი. საბჭოთა კავშირი იყო იმპერია, რუსეთი არის იმპერია, აკი, ამიტომაც დაინგრევა კიდეც, როცა იქნება მით უფრო ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და მით უფრო იმის გამო, რომ ამ რუსეთში არსებულ ხალხებს რუსეთი, მოსკოვი ესე ვიტყვი, ძალით ინარჩუნებს იმპერიული პოლიტიკით, ინარჩუნებს ლახავს რა
უკლებლივ ყველას, პრაქტიკულად ყველას უფლებებს მოსკოვი ასე მაგალითად არ ვიცი, ბურიატების, ჩეჩნების, ან ინგუშების, ან ოსების, ან დაღესტნელების, ან რა ვიცი კიდე ბევრის დასახელება შეიძლება ტატარსტანის მოსახლეობის უფლებებს ლახავს და ლახავს. ამიტომაც რუსეთი დანგრევადია, დასანგრევი ქვეყანა. საბჭოთა კავშირი დასანგრევი ქვეყანა იყო. აი უკრაინა რასაკვირველია დასანგრევი ქვეყანა არ იყო და უნდა აღდგეს ეს იქნება სამართლიანი და მსოფლიო მივა აქამდე როცა იქნება რომ რუსეთის დასუსტებისა და შესაძლოა დანგრევის ხარჯზეც კი უკრაინას დაუბრუნდეს ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა ისევე როგორც საქართველოს, რომ არ დამძრახოს ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია რუსეთმა. რუსეთი არის ჩვენი მტერი სახელმწიფო, რუსეთი არის იმპერიული სახელმწიფო. ეს ბანდა ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებას რომ უწყობს ხელს, ამაზე აღარც ვიტყვი. აღარც ერთ სიტყვას, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ასეთი ხელისუფლება ხავს დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას საქართველოს, რომელიც პირველი იყო, ვინც ხელუხმა არტყა რუსეთს თავის დროზე 90-იან წლებში და მანამდეც, ბარემ ესეც ვთქვათ, და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს იმიტომ კი არა რომ ერთად თვითგამორკვევის უფლება არ ქონდა ასე მაგალითად აფხაზს, არამედ იმიტომ რომ საქართველო არც მალაია და არც ბალშაია იმპერია არ ყოფილა მათ მიმართ და რუსეთმა მოგვახვია როგორც ქართველებს ისე აფხაზებს ეს კონფლიქტი თავს და ასე შემოარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა მით უფრო იმის გათვალისწინებით როგორც ცხინვალის რეგიონში ისე აფხაზეთში უმრავლესობაში იყვნენ ქართველები, ანუ დემოგრაფიული თვალსაზრისით ის იყო ქართული, დემოგრაფიული თვალსაზრისით ის იყო ქართული საზოგადოებისაგან მეტწილად დაკომპლექტებული და სეპარატისტებსა და სეპარაციას შეუწყო ხელოვნური ინექციებით ხელი რუსეთმა გააღვივა რა ეს ეთნო კონფლიქტი, თუმცა ეს ასაკვირველია სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტია. ბარემ ვიტყვი და აქედან გამომდინარე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რასაკვირველი არც ჩვენთან არ უნდა იდგეს და არც იდგება დღის წესრიგში, იმიტომ რომ რუსეთმა ინსპირატორმა დაარღვია, შემოარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ვიცით ეს ყველამ პრაქტიკულად. უკრაინასთან მიმართებაში წასია და საერთოდ ყველა ის კონფლიქტი, რომლის უკანაც რუსეთი დგას, არის მისი იმპერიული ზრახვების თვის შემდგარი კი არა მომხდარი ამბავი, რუსეთს სურს რომ დაასუსტოს ცალკეული სახელმწიფოები, რომ მე იოლად გაბატონდეს ამა თუ იმ სახელმწიფოში თუ ამა თუ იმ ტერიტორიაზე. ხო და დაუბრუნდეთ ბატონ კალაძეს, მე მართლა მინდა ვიკითხო, აბსოლუტურად არ მინდა რომ ვიკითხო, მოვუწოდებ ბატონ კალაძეს, რომ გაისადაც 17 მაისს იქნება ეს თქვია, ოჯახური სიწმინდისა და დღე თუ რაღაცა და მოვუწოდებ რომ გაისად მაინც მას კონდეს შესაძლებლობა რომ ნანუკისთან ერთად გავიდეს რუსთაველის გამზირზე და იზეიმოს ეს დღესასწაული და ბატონ ყბობას როგორ გადავაგდებთ ბატონი გელოვანის ანუ მოსამართლე როა იმის twin-ში არ ვიცი აქედან გამომდინარე ბატონ ხაზარაძეს ვრჩევ რომ აიყვანოს ადვოკატად ბაგრატიონი და იქნება და ამით მაინც ჩაშალოს ის გეგმები რომლებიც ბატონ გელოვანს მიმართავ რომლებიც ასევე სამუშიასი არ იყოს გლეხუჭა ივანიშვილს აქვს ახოდის